ფშავ-ხევსურეთში ახალი დაცული ტერიტორია შეიქმნება, კიდევ 3 დაცულ ტერიტორიაზე კი ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა მოხდება. გარემოს დაცვის სამინისტრომ ამ მიზნებისთვის ახალი გრანტი მიიღო. საქართველოს 4 დაცულ ტერიტორიაზე 8 მილიონ ევროზე მეტი დაიხარჯება. გერმანულმა საკონსულტაციო ჯგუფის წარმომადგენლებმა უპრეცედენტოდ დიდი თანხა გარემოს დაცვითი პროგრამებისათვის პირველად გამოყო. გრანტი ძირითადად ინფრასტრუქტურულ პროექტებს მოხმარდება. ჩვენთვის დიდი პატივია ამ პროექტის მხარდაჭერა. ბუნებრივი რესურსები ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის. დარწმუნებული ვარ, რომ პროგრამა ხელში უწყობს დაცული ტერიტორიების გარშემო არსებული დასახლებების ეკონომიკურ განვითარებას. ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ბუნებრივი რესურსები იყოს დაცული. ინფრასტრუქტურული პროექტი კინტრიშის, ალგეთის და ყაზბეგის დაცულ ტერიტორიებზე ტურისტული ზონების მოწყობას გულისხმობს. გაკეთდება ეკოტურისტული ბილიკები და ადგილები, სადაც ღამის გათენება იქნება შესაძლებელი. 8 მილიონი ევროს ფარგლებში დაგეგმილია მენეჯერებისთვის სპეციალური პროგრამის შემუშავებაც. ამ მოდენობის გრანტი ამ საუკუნეში ჯერ არ გამოყოფილა და არ გამოყოფილა არა მარტო ჩვენ და სააგენტოში, არამედ ზოგადად გარემოს დაცვის სფეროში. რაც შეეხება თვითონ ამ გრანტს, ეს გრანტი მიმართული იქნება ყაზბეგის, კინტრიშის, ალგეთის და ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციების მოსაწყობად. გარემოს დაცვის სამინისტროს ინიციატივით გრანტის ნაწილი ფშავ-ხევსურეთის ტერიტორიაზე კიდევ ერთი ახალი დაცული ზონის მშენებლობას მოხმარდება. პროექტი მომდევნო 5 წლის განმავლობაში განხორციელდება. მოხდება ამ ტერიტორიებზე იმ სერვისების დანერგვა, იმ შესაძლებლობების გაძლიერება, რაც ხელს შეუწყობს აქ ვიზიტორების მომსახურებას. 8 მილიონიანი გრანტის ფარგლებში ინფრასტრუქტურული პროექტების გარდა დაცული ტერიტორიების სააგენტო სპეციალური რეგულირების შემუშავებას გეგმავს. ექსპერტების განცხადებით, მთავარი პრობლემა, რომელიც ასეთი სტატუსის მქონე ადგილებისთვის დღეს არსებობს, ბრაკონიერობაა. რესურსების ნორმალურ ფარგლებში მოხმარებით შეიძლება ბუნებაც არ დაზიანდეს და ადგილობრივი ეკონომიკის განვითარებასაც შეეწყოს ხელი. ამიტომ დაცული ტერიტორიის ფუნქცია სწორედ ეს არის. ამ პროგრამის ფარგლებში ჩვენ შევეცდებით, რომ ეს რეგულაციის მექანიზმები დაინერგოს და დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციებმა ადგილზე შეძლონ ამ რეგულაციების ცხოვრებაში გატარება. სამუშაოები დაცულ ტერიტორიებზე უახლოეს დღეებში დაიწყება. 8 მილიონ 200,000 ევრო მომდევნო 5 წლის განმავლობაში უნდა დაიხარჯოს.